გამარჯობა. დღეს ისევ გავაგრძელებთ დინოზაურის პროექტს. აა რამდენიმე ხელი ვითამაშე თქვენს გარშე. სტატების დარეგულირება ცად დამაინტერესდა უბრალოდ დავტესტე მოკლედ და რაღაც დონეზე დავარეგულირე კიდევაც. თუმცა მე თვითონ სულ მეოთხე ლეველამდე შევძელი. გასვლა საკმაოდ რთული არის რეალურად. და მივხვდი რომ ლეველის არჩევის დამატება არის საჭირო. ერთი იმიტომ რომ თან დავტესტოთ, მეორე იმიტომ რომ ჩემთვის მაგალითად პირველი ლეველი ძალიან მოსაწყენია და ძალიან მარტივია და სიამოვნებით უფრო მეორე ან მესამე ლეველიდან ვითამაშებდი და შეიძლება რა სხვა ადამიანსაც გქონდეს იგივე სურვილი. ამიტომ დღეს დავამატებთ ლეველებს და დღეს დავამატებთ ასევე არჩევას მიმატების გამოკლების ან ორივე. მოკლედ ეხა ორივე გვაქვს და მინდა რომ იყოს საშუალება რომ მარტო მიმატება ან მარტო გამოკლებაც აირჩიოს ადამიანმა. ლეველებიც იდეაში ტექნიკურად უკვე დამატებულია, უბრალოდ ლეველების შემთხვევაში გვინდა რომ start screen-ზე შევგეძლოს არჩევა რომელ ლეველიდან ვიწყებთ. თან მომავალში ეს შეიძლება იქიდანაც განვითარდესო, თუ თქვათ ეს აპლიკაცია თუ თამაში ისე განვითარდა რომ მომხმარებლები გაუჩნდა და აკაუნტის გაკეთება დავამატეთ მაგალითად. შემდეგ შეგვიძლია რომ ეს ლეველი დასეივებადი იყოს, ანუ რაღაც რა ლეველზეც ახვალ ეს დასეივდეს შენს აკაუნტზე და შემდეგ უკვე შემდეგ თამაშზე როცა დაბრუნდები, ისევ იმ ლეველიდან შეგეძლოს გაგრძელება. ამიტომ საკმაოდ კარგი ფიჩერი არის. მოკლედ დღეს მაგაზე ვიმუშავებთ და ასევე განვაახლე კიდევ to-do list-ი. ერთი სავარაუდო პასუხების დამატება არის ჩემი აზრით ასევე მნიშვნელოვანი, მაგრამ ამას ალბათ უკვე შემდეგ ჯერზე ვნახავთ. იმიტომ რომ მობაილზე პრაქტიკულად არ ითამაშება ახლა, იმიტომ რომ მობაილს რა თქმა უნდა ესეთი კლავიატურა არ აქვს რომ პირდაპირ რიცხვი აკრიფო და მობაილისთვის უნდა გქონდეს რაღაცა სავარაუდო პასუხები, რომელიც უბრალოდ კლიკით შეიძლება რომ აირჩიო. მოკლედ დავიწყოთ. ეს არის ჩვენი რეპრეტის აპლიკაცია და ჩვენ გვაქვს ეს. უცბად გადავხედოთ რა შევცვალე ეს game config-ში გვაქვს ძირითადად შევცვალე პირველ რიგში scoring-ი. მეორე ლეველზე უკვე 10 score-ში გადადიხარ, ანუ 10 გადახდომის შემდეგ, იმიტომ რომ ერთი გადახდომა ერთი score-ია პირველ ლეველზე. შემდეგ ლეველზე უკვე 2 score-ი გეძლევა თითოეულ ნახტომზე და 25 ქულაზე მესამე ლეველზე ადიხარ, 50 ქულაზე არის უკვე მეოთხე ლეველი და ასე შემდეგ. მოკლედ მე ცოტა უფრო იზრდება, თუმცა ასევე იზრდება თითოეულ ნახტომის ქულაც. და რა თქმა უნდა იზრდება რაოდენობაც, მაგალითად თუ 10 ქულა, 10 ნახტომი გჭირდება პირველ ლეველიდან მეორეზე გადასასვლელად, ცოტა ზემოთ უკვე 15, 20, 25, 30 ნახტომი არის საჭირო რომ გადახვიდე და რა თქმა უნდა სიჩქარეც სწრაფდება, თუმცა ძალიან ნელა არ არის სიამთულეში საკმაოდ საგრძნობი არის როცა თამაშობ, მაგრამ მაინც 0.1-ით ვზით ყველა ჯერზე. ეს ჩემი აზრით კიდევ დარეგულირდება რაღაც დონეზე, თუმცა ეხლა ნორმალურია, უბრალოდ აი მეოთხე ტურის, მეოთხე ლეველის შემდეგ ნამდვილად არ გამიტესტია და მოდი პირდაპირ მაგით დავიწყოთ, რომ ახალი ლეველები დავამატოთ, ლეველების არჩევა დავამატოთ.
Mhm. მოკლედ ეს რაღაცას ვეუბნებით, რომ გვჭირდება სტარტის სკრინზე ლეველების არჩევის დამატება, რომ მოხმარებელი მოთამაშე შეეძლოს აირჩიოს საწყისი ლეველი, მაგრამ მქონდეს 0 ქულა, თუმცა შემდეგი ლეველის მიღწევა იგივე ქულაზე უნდა იყოს ხელმისაწვდომი, როგორც არის დაკონფიგურებული game config-შენ. აი ეს მაგალითად, რომ თითოეულ სკორზე თითოეულ განახტომზე რაღაც გარკვეულ სკორს ვიღებთ, იმის საშუალებას გვაძლევს რეალურად, რომ თუ მაგალითად მეოთხე ლეველიდან დავიწყე და 0 ქულა მაქვს, მეხუთე ლეველს მაინც ისევე სწრაფად მივახცევ, როგორც ვთქვათ, მეორედან მესამეს მივახცევდი, იმიტომ რომ უკვე ბევრ ქულას ვიღებ და მოკლედ იმ საწყის 50 ქულას ძალიან მარტივად დავიღებ. ამასთანავე უთხარით, რომ დაამატოს მარტივი, მაგრამ ლამაზი დროპ-დაუნი სტარტის სკრინზე, აი სტარტ გეიმის ღილაკის ზემოთ. მოკლედ, ვაიბ კოდინგის დროს რაც უფრო დეტალური და რაც უფრო სპეციფიური და ზუსტი იქნები, როგორც ვისწავლე უკვე ამ ბოლო დროს, ბევრად უკეთესია, მოკლედ რაც უფრო ზუსტი და დეტალური იქნები, უფრო კარგ შედეგს იღებ, როგორც წესი. თავარია ზუსტად იცოდი რა გინდა. რატომაც ცოტა ნელი მეჩვენება დღეს. Mhm. კონფიგურაციები არ შეუძლია, მოდი აბა ვცადოთ. კი, აშკარად სწრაფია. მაგრამ ერთი ქულა მოცა და არა. ერთი ქულა მოცა და ერთი ლეველი. ანუ ლეველი ერთი ეწერა. არა და სწრაფია ნამდვილად. ოკეი. ლეველი სწორად დაწერა. აი აბა ხელა ახლა მე-6 ლეველი. და პირველი ნახტომის მერე ლეველი იცვლება? კი. ოკეი. ვაუ. ანუ ცნობილი.
მოგეთ გითხრათ რომ მუშაობს, მაგრამ პირველი ნახტომის შემდეგ ლეველს არ ესეტებს 1-ზე და თქოეთ რომ მოაგვაროს. ცოტა არაზუსტი პრომპტი არის, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვიცი რა უფრო სპეციფიკური როგორ უნდა ვიყო. ასე გებია, ნუ თამაში კალკულაციას აკეთებდა ჩემი გულის მიხედვით და მაბრუნებდა პირველ ლეველზე. აჰა. ალბათ სადოთ. ლეველი არ იცვლება, მაგრამ სკორს ისევ ერთს მაძლევს. დება პირველ ლეველს გავიდეთ. ამ შემთხვევაში ამატებს გულებს. სწორად. ოკეი. მოგეთ გითხრათ რომ პირველ როცა მე-6 ლეველს ვირჩევ, უნდა გაითვალისწინოს ეს კონფიგურაციაც, რაც აქ გვაქვს, რომ თითო ობსტაკლზე ამდენი ქულა უნდა მომცეს, რომ უფრო სწრაფად შევძლო მე-7 ლეველის მიღწევა და ასევე დასაწყისმა ლეველმა უნდა განაწყვეტოს არა მარტო სიჩქარე, არამედ შემდეგ კონფიგურაციების გაითვალისწინოს, ანუ spawn ინტერვალი ობსტაკლების, წინაღობების სიჩქარე, ასევე რა სიჩქარით მოდიან შენსკენ და რა თქმა უნდა, ქულა თითო წინაღობის გადალახვაზე.
ოკეი. კი ბატონო. შვენიერი. ეხა კარგი იქნებოდა ჩემი აზრით, რომ ეს ფიდის მაჩვენებელი მოვშალოთ აქედან და ასევე დავამატოთ ფუნქცია, რომ დაიმახსოვროს ბოლოს რომელი ლეველი ავირჩიე, რომ ყოველ ჯერზე ხელახლა არ მომიწიოს ლეველს არჩევა და შემოძლოს პირდაპირ start games დავაწვი და იგივე ლეველი გამეორდეს. ანუ dead drop down. ესეთ პატარა ცვლილებებზე ანუ ხანდახან ერთდროულად ვეუბნები ხოლმე. ეს უფრო ეფექტურია რეალურად. დრო მაინც დაახლოებით იგივე სჭირდება. და თუ ცვლილება იმდენად პატარაა, რომ რაღაცა არ დაიბნეს და ცნობები არ ჩაიდინოს, მოკლედ შეგიძლია რომ უთხრა. თუმცა რა თქმა უნდა მაინც არის სკოლა თუ არის ეჭვი რომ შეიძლება რთული ცვლილება იყოს, მაინც ჯობია რომ ცაც არ გეუთხრა. აბა ნახოთ, ავირჩიოთ level 5. ოპა, არ დაიმახსოვრა. ხო, როგორც თქვი, ეს არის სკოლა.
ცოტას გავადიდებ, მე მგონი უკეთ გამოჩნდება. კი ბატონო. level 6 დაიმახსოვრა. ახლა მოდით ვადოთ ყველაზე რთული ლეველის თამაში. ეს მე მგონი მეტია ფიზიკურად ვერ ითამაშებ. ნახოთ რა ხდება game config-ში. obstacle spawn interval-ი უნდა ავწიოთ. მოდი 1600-ის შემდეგ უკვე 100-ით ცირდებოდეს. ის ძალიან სწრაფია, თუმცა უკვე თამაშება ასე თუ ისე. აგია. speed 1.8-ია და მოდი აქ 1.9-ზე ავწიოთ. obstacle speed-ი სპეციფიკში მე მგონი ნორმალურია. 1.9-ზე ვცადოთ. შესაბამისად არ კვატიობს ერთი მაინც თუ შეგეშალა. კარგია, level 8 ვნახოთ. ნორმალურია. ცოტა სკორებით ვფიქრობ უნდა შევამციროთ, იმიტომ რომ 6 level-ზე რო დაიწყო და 6 კულა კონდეს თითო obstacle-ს, მე-7 level-ის გადასასვლელად 100 გადახტომა გჭირდება, რაც მე მგონი ძალიან ბევრია. მოდი ეს 500-ზე დავწიოთ. ეს დავწიოთ 800-ზე. მაგთ მე-7 level-ს თუ დაიწყებ, 100-ზე მეტი დაგჭირდება პრინციპში. ბევრია. ოკეი. მოდი მაშინ ეს დავწეროთ 250-ზე. ეს დავწიოთ 400-ზე. და დაახლოებით 40 საათი ნახტომი დაგჭირდება. ოკეი, 400-დან აქ 800-ის მაგივრად იყოს 500. კი ბატონო, აქ იყოს 600. და აქ იყოს 800. მე-10 level-ი ცოტა რთული უნდა იყოს, რა თქმა უნდა. ვცადოთ მე-5 level-ი.
მშვენიერი. ახლა მოდი კიდევ ერთი ფუნქცია დავამატოთ, რაც ვთქვით, რომ იმატება გამოკლება და ორივეს არჩევა შეიძლებადეს default-ზე იყოს ორივე, როცა ადამიანი პირველად შემოდის, მაგრამ თუ ვთქვათ რომელიმე სხვას აირჩევს, მაშინ იწვლებოდეს და რჩებოდეს ეგრე შეცვლილი, სანამ ისევ თვითონ არ შეცვლის. ანუ რაღაც ესეც უნდა მიწეროთ. უთხრათ მათემატიკის რა ლოგიკა უნდა იყოს, თორე შეიძლება მაგათ მინუსებში გადავიდეს ან რაღაც მსგავსი გააკეთოს. უთხრათ რომ ორივე შემთხვევაში და მხოლოდ იმატების შემთხვევაში იყოს იგივე ლოგიკა. რაც თავიდან გადავწყვიტეთ რაღაცა ორივე ნაწილი მათემატიკური განტოლების ამოცანის ორივე ნაწილი უნდა იყოს მაქსიმუმ 4-მდე, რომ ციფრებში ჩავждეთ, ხო? და გამოკლების შემთხვევაში ჯობია რომ თქვათ პირველი ნაწილი უფრო დიდი იყოს და იმატების შემთხვევაში იგივე ლოგიკას უნდა დავტოვოთ, ან მაგაში არაფერი პრობლემა არ არის. უბრალოდ უნდა ვუთხრათ რომ გამოკლების შემთხვევაში პირველი ნაწილი უნდა იყოს 5-დან 9-მდე და მეორე ნაწილი ალბათ 0-დან 5-მდე. ოსი. გამონახოთ. ვფიქრობ, რომ ისინი უნდა შევცვალოთ. ალბათ ეხლა არა, მაგრამ მოდი შემდეგისთვის შევინახოთ. ან იმის შემდეგისთვის ეს ტექსტები განვაახლოთ ცოტა, რომ ადამიანური და კარგი ტექსტები დავწეროთ მოკლედ და პლუს სურათი დავსვათ, აი ეს
თაბნელზე, რომელიც მეყენა ძალიან საყვარელი დინოზავრი გამოვიდა ChatGPT-ს. და ეგ სურათიც დავამატოთ აქ, რომ რაღაცა ლამაზი და თამაშისთვის შესაძერისი სკრინი მივიღოთ. ვნახოთ რა შეცვალა. ოპერანდის ტაიპი დაამატა. კიდე რა გვაქვს აბა მათ ჯენერატორში დაამატა ასევე ოპერანდის ტაიპი. მოდი ერთ ლეველზე დავაყენოთ რომ მარტივად დავტესტოთ. ოკეი. მოდი მხოლოდ მიღატება იყოს. ნამდვილად ეგრეა. მოდი გამოკლება ვცადოთ. ესეც ნამდვილად ეგრეა. რა გავფუჭა რამე. ვაუ. მე მგონი პირველად მოხდა ისე რომ ერთ პრომპტში ყველაფერი სწორად გააკეთა. ოკეი. ლეველების სკრინი დავამატეთ, მომატება გამოკლება დავამატეთ. ეგ არის. დიდი მადლობა მეგობრებო ყურადღებისთვის. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად დალაიქეთ. თუ რამე იდეები გექნებათ კიდე დინოზავრთან დაკავშირებით, აუცილებლად დააკომენტარეთ, მითხარით ასევე რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის თუ რამე კითხვები გაქვთ და გამოიწერეთ არხი.